სანიკიძესთან თქვენ ხართ? ჩვენა ვართ კი. როგორ არის ჩემი გოგო? დაწყარით ქალბატონო, ზოგჯერ ხდება ხოლმე, ორსულობა მეცხეთამდე ვერ მიდის. რა? არ მიდი. მოცა. ეხლა არ მითხრათ რომ შობიარობა დაეწყო? რა? და ჯერ 7 თვისაა, ჰა? არ ინერვიულოთ, ჩვენს ექიმებს ნაადრევი მშობიარობის მიღების ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ. ანუ ჩვენ რა უნდა ვქნათ ეხლა? არაფერი, უბრალოდ უნდა დაელოდოთ. რა თქვა? ვაიმე თენგო, აჩენს. აჩენს? ვაიმე გოგო. როგორ აჩენს? რას πει აჩენს? კიდევ კარგი მოხვედით, თორე მეგონა თქვენს გამებუტეთ. ბოდიში რა ის საშინელი საცობებია. შეგონია მე ხა ვიცი რა ხდება გარეთ აბსოლუტურად სხვა სამყაროში ვცხოვრობ, სადაც მარტო ანა, ბავშვი და გიორგია. წარმომიდგენია. არა, ვერ წარმოგიდგენია და ღმერთმა ნუ წარმოგადგენინოს. საკუთარი შვილი რო გაგიმეტებს და სახშიც აღარ გიშვებს. სიმწრით გაზრდილი შვილი. იცი რა, თან მესმის ანასი. გაბრაზებულია რა. თვითონ ხო ტყულში ცხოვრობდა. კიდე ორ ადამიანს აცხოვრებდა. არა, რა ტყუილში, როცა სიმართლე არ იცი, ტყუილი არ არსებობს. ანასთვის ასე ჯობდა. ხო, მაგრამ თვითონ გადაწყვეტოს ანამ, გაჯობია მისთვის ქეთი. ანას მიღებული გადაწყვეტილება ყველა მონახეთ, ანგელოზივით ქმარს უღალატა და ვიღაც უსაქმურს გადაეკიდა. ხო, ნუ ეგ არ იყო სწორი. ხო, მაგრამ ჩვენ რას შევცვლით? ყველაფერსაც შევცვლით თუ მოგენდებით. თავარია გიორგის არაფერი არ უთხრას. რა მნიშვნელობა აქვს ვისი ბიოლოგიური მასალით გაჩნდა ეს ბავშვი? თავარი ის არის, ვინ გაზრდის ფუფუნებაში, ვინ აცხოვრებს, ვინ ასწავლის. რა დროს არჩევანის გაკეთება ამ ორ ადამიანს შორის წარმოუდგენელია საერთოდ. ხო, მაგრამ მე არავითარი მაგრამ. აი თქვენ თუ ნამდვილი მეგობრები ხართ, მიხვალთ და რჩევას მისცემთ. თუ უკვე მიეცით რამე გენიალური რჩევა? არა, არაფერი გითხოვს. არ გვილაპარაკია ჯერ. მაშინ დაელაპარაკეთ. უთხარით ენას კვილი დააჭიროს. რას მისთვის სწორია, ის ბავშვისთვის დამღუპველია ხალხო. რა კერესა, რის კერესა. არა დამპირდით რომ დღესვე. არა ახლავე, აქედან რომ გახვალ დაურეკავთ და სახლში მიადგებით. დაველაპარაკეთ. კარგი, წავალ ახლა მაშინ. ერთად კილას ვერ ვჩერდებ. დეგაი არ გვცემა. დღეს მთელი დღეა ვერ დაგელაპარაკე და იქნება მაღირსო და მითხრა სად დატყდი? სად დავტყდი? მთელი დღე კლინიკაში ვარ. აი ვერ ხვდები რაზე გეუბნები? ვერ რა ხდება? შენდან იკამიჩხუბეთ? არა, გაგიშდი? რატომ მოგეჩხუბა რა? აბა რა მოხდა ერთ ღამეში ვერ გავიგე. ერთ ღამეში ბევრი რამე შეიძლება მოხდეს. რა? აი, ჩუმად გეხუმრები რა იყო. არაფერი, ხო იცი რა წესიერი ტიპია. ყველა ჩვენზე ლაპარაკობსო, რეზიდენტთან სიარული წესი არ არისო. და ხო ნახოთ ვინ რაზე იჭორავებს. გეხვეწები პოპკორნი მოიტანე რა, რიგი იქნება მერე. შენ რაღაც არ დამოვალო, ისე ვერ მომიყვები ხო ვერაფერ. გასალევი გინდა? არა, და გარეთ დაგელოდები რა. გამარჯობა. მე მგონია სადმე კლუბში ერთობი, შენ კიდე აქ 40+ ფილმზე მოსულხარ. არა, მე არ მიყვარს კლუბები. კი დავდივარ ხოლმე, მაგრამ კინოში და თეატრში უფრო ვისვენებ. ანიკო, ხედავ როგორი ინტელექტუალური ექიმები გვესდება. უიმართლა ეს თაკოა, ჩემი საუკეთესო სტუდენტი. შეიძლება ითქვას კლინიკის მომავალი. აჭარბებთ ბატონო გოჩა. არაფერსაც არ ვაჭარ. ეს ნანიკოა ჩემი მეუღლე. ესენი ჩემი გოგოები არიან. არც ერთს არ უნდა ექიმობა. ძალიან სასიამოვნოა. რა, ექიმობა რო არ უნდა? არა, ბატონო გოჩა. თქვენი ოჯახის გაცნობა. არ გეწვინოთ ასე უცნაურად ხუმრობს ხოლმე. არ ეწყინება. შემეჩვინენო. კარგად. კარგად. მოხდი? რა საკეთებდი ჩემ? უშენოდ მოვიწყიდე. ძალიან მაგარია. ძნელია უჩემო. მაგრამ ხა ამაზე გეკითხები, რა საკეთებ? რავი, რაღაც ძალიან არეული იყო და
ვცდილობ რომ დავალაგო ეხლა ეს ყველაფერი. ზოგი აქეთ ეყარა, ზოგი იქით. ისი შენზე სხვა ხმებიდების. მაინც. რავი, არ უყვარს ეს დაალაგება, მოწესრიგება. ეგ ადრე იყო, ეხლა ხო ყველაფერი იცვლება ჩემი. დედა ჩემი და მამა ჩემი არ იცვლებიან მარტო ამგან. რატო? ჩარჩნენ წინა საუკუნეში. აი, გაგიჟებულია მამა ჩემი რა. ვერ გავიგე გათხოვდა ჩემი შვილი თუ არა, რატო ცხოვრობს იმ კაცთან. მე შეც უთხარი გავთხოვდი თქო რა. მე კი უთხარ. და მე რა ვარჯერა? არა, როგორ არ ჯერა, მაგრამ რა უთხრა ეხა ნათესავებს შვილი გამithხოვა და პატარა სუფრაც არ გავშალეო. ანუ წარმოგიდგენია, ნათესავების გამო უნდა ქორწილის გადახდა. და შენ თვითონ რა გინდა? არ გინდა? არა, ისე პატარა ქორწილი გაასწორებდა. მართლა? რა თავარი შენ გინდოდეს, გინდა? აუ, კერეს ღადაო, ხო? ყველაზე მეტად ეგ მინდა. ხო და გავაკეთოთ მე, დიდი მადლობა დედას და მამას. აუ, კერეს კაი რა. გაშალე ქალო სუფრა, გაშალე თორე გაჩნდა ბავშვი და დავჭით ესე, დავჭით. ცოტა ხანს დაგვეცა და გაგვეგო ამბავი ჯერ. რაღა არის ხო 2-3 წუთში გავიგებთ ამბავს და ამის გაჩლას რაღა. გადამრევთ თქვენ მე, გადამრევთ. ბავშვი რო გაჩნდება, მერე დავიწყო გაშლა. ეგა მაკლია ჩემ შვილიშვილს ვათქმევინო, ბაბუ ჩემ დაბადებას შრალზე დახვდაო. კარგი ხო, დაწნარდი შენ. კარგი უხარი ეხლა და რა. მოდი ბიჭო, რო დამდგარ ხარ ძეგლივით, ამოიღე ჭიქები საბარდულიდან. მისმინე ეს ნიგზიანი ბადეჯანის იმას აქვს თუ ჯერ ხაჭაპურზე და იმაზე გადახავთ შალსაჭმელს. რაღა ჯერ, ქალო, რაღა ჯერ. ბიჭის ბაბუა უხდები, დაყარე ყველაფერი. მომწერეს. ჩქარა უპასუხე, ჩქარა. ბავშვი არ გწერდეს. თეკლა შესული და თქვა ამბავს თუ გავიგებ მოვიწერებიო. ხო, რა უმერე, რა. რეკლამა იყო, რეკლამა. მე თქვენ გეუბნებით. სანამ ჭიქებს ხელს არ მოვკიდებთ, არაფერი არ მოხდება. ჩემი ბიჭია, იცის, როდის უნდა გაჩნდეს. იცის. მოდი, ბიჭო, მოკიდე ჭიქას ხელი. კარგი ბიჭო, კარგი, ნერვიულობს, რა იყო? აბა რა ეგონა? ცოლი ხო კარგად უნდოდა. აი, დედიკო, დაასხი. ხათო, მოდი ერთი დავილოცოთ მე და შენ. თანაც. რა ღვინო მაქვს? მოტანილი რო იცოდეთ, გაგიჟდებით. ეს ჩვენი ძველი ღვინოა? აბა გიორგიევიჩ ნაკლებს ვაკადრებდი. თავი სიზმარში მგონია, ხახნო, სიზმარში, გაუმარჯოს. აი მე იცით სანამ ვინმე არ გამოვა და არ გვეტყვის როგორ არიან, მანამდე არაფერზე არ ვფიქრობ რა. ყველაფერი ნაფიქრია და გადაწყვეტილია უკვე ქალბატონო ხატუნა. აი ამ ჭიქით ეხლა ჩემ მაიას გაუმარჯოს. ვაშკაცი გოგოა, ვაშკაცურად გაუძლებს ყველაფერს. გაუმარჯოს, ჩემი ოქრო გოგო, გაუძლებს, ყველაფერს კარგად იზამს, მაგაში შემოვევლე. რა ღვინოა? ხათო. ეხლა ეს ხაჭაპური მაქვს ახალი რეცეპტით გაკეთებული. რო არ გაგასინჯო, არაფრით არ იქნება. იმაინტერესებს, მაგრამ არ შემიძლია ეხლა ლუკმას ვერ ჩავიდე პირში, რა ვქნა. გოგო რა. შეხედე, რა სახით იყურებდა, ნახე. იფიქრებს ეხლა ვინმე რომ აი ეს ბიცელოდება. კარგი კაცო, ნუ შეჭამე ბავშვი რა. აი ეგ უნდა გეთქვა მამა შენისთვის, ეს რო იბადებოდა მაშინ. მომკლა კინაღა, მომკლა. სანიკიძესთან თქვენ ხართ? აბა, გაჩნდა ჩემი ბიჭი. გილოცავთ, ულამაზესი გოგონა შეგეძინათ.
მე და შენ უკვე მეგობრობ თუ რას მივაწერო შენი ვიზიტი ამ შუაღამისასა? საერთო პრობლემას. უკვე საერთო პრობლემაც გვაქვს. კი, შვილი. მადლობა. მართალია შენ ძალიან გიდოდა რომ ამის შესახებ მე არ გამეგო, მაგრამ მივკნათ. საერთოდ არ ვნანობ ამას. ეჭვიც არ მეპარება. არ ცვალოდი სხვა პასუხს. აბა რა გინდა რომ გითხო? როგორ ჩავიდინე ასეთი სიბოროტე? მეგონა რომ ეს სწორი იქნებოდა. ვთვლი რომ შენი შვილი შვილს არ იმსახურებს. როგორი ბედნიერება, რომ შენ არ წყვეტ ამას. იმიტომ რომ ჩემი შვილი იდიოტია. იმიტომ რომ არ შეირგო ბედნიერი ცხოვრება, არ მოისვენა. ეხლა გისმენ და სერიოზულად გაოგნებული ვარ. მე მესმის. კერესა შეიძლება არ გადარდებდეს. გასაგებია. მაგრამ შენი საკუთარი შვილი. დედამ როგორ არ უნდა იცოდეს შვილის მამა ვინ არის? და თუ მამა უვარგისია. კარგი სასმელია. და მოვჭით ჩემი შვილის ლანწყვას. შენ გონია მე არ მაქვს სათქმელი. თუ მე თქვი? არა, პრეტენზიების გამოსათქმელად, საჩხუბრად, თმების დასაგლეჯად და თებშების დასამტვრევად აქ არ მოსულ ვარ. რამე უნდა მოვიფიქროთ. ადვილი სათქმელია. ვიცი, არ არის ადვილი სათქმელი. მაგრამ რაღაც უნდა მოვიფიქროთ შვილიშვილის გამო. რატომ იბადება ეს ბავშვი მაინც და მაინც ასეთ ორო მტრიალშია? შენ უნდა დაელაპარაკო ანას. აუცილებლად და კატეგორიულად უნდა მოთხოვო, რომ ანა მოთხრას თავის ქმარს ბავშვის შესახებ. და მე როგორ ვერ მოვიფიქრე, რომ ჩემ შვილს დავლაპარაკებოდია? ისეთი გაბრაზებულია. ჩემი დანახვაც არ უნდა, ლაპარაკი კი არა. რა გავაკეთო ანას მხარეს რო ვარ? აი მე იყავი, ვის მხარეს გინდა იმის მხარეს იყავი, მაგრამ მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. რამე უნდა მოვიფიქროთ. მე ძალიან მინდა შვილიშვილი. ამიტომ ვერ მოგცემ იმის უფლებას, რომ ეს ბედნიერება წამართვა. მე რა გავაკეთო? მე უკვე ავიღე პასუხისმგებლობა ჩემ შვილზე. შენც იგივეს გიჩვენ, კარგი? მე მოგხები? გაფრთხილებ. ნუ. ნიკა. და როგორ არის დედა ბავშვი? ხო არიან ჯანზე? სიმართლე გითხრათ, არ გვაქვს კარგი მდგომარეობა. რა?